ვაშინგტონს ირანთან ომში მარცხის შედეგების კონტროლი ან მისი შებრუნება არ შეუძლია. წერს ცნობილი ნეოკონსერვატორი იდეოლოგი რობერტ კაგანი, ასევე ნეოკონსერვატულ გამოცემა ატლანტიკში სტატიის სათაურით შამათი ირანში. ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე. სანამ სტატიის განხილვაზე გადავიდოდე, ორიოდე სიტყვით თავად რობერტ კაგანის შესახებ, როგორც გითხარით, ის არის ნეოკონსერვატორი. შეიძლება ითქვას, რომ ახალი თაობის ნეოკონსერვატორთა იდეოლოგად მოუნათლოთ ის. ამ მსოფლმხედველობის ფარგლებში ის მხარს უჭერს ამერიკულ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს და ამერიკულ ინტერვენციონიზმს, მათ შორის იმ ომებს, რა ომებიც აწარმოა ბოლო 25 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა, კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში. ის არის ვიქტორია ნულანდის მეუღლე, ასევე მისი ძმაც არის ცნობილი ნეოკონსერვატორი ფრედერიკ კაგანი და მისი ძმის მეუღლეს დაარსებულია ცნობილი, ესე ვთქვათ, think tank-ი, კვლევითი ორგანიზაცია, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომლის რეპორტებს ჩვენ ხშირად ვკითხულობთ, მაგალითად ვეცნობით უკრაინის ომთან დაკავშირებით. რობერტ კაგანი ძირითადად აფილირდება დემოკრატიულ პარტიასთან და კლინტონების ოჯახთან. შესაბამისად, ის კრიტიკულადაა განწყობილი დღევანდელი რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციას და კონკრეტულად დონალდ ტრამპის მიმართ, თუმცა ეს სტატია არ უნდა განვიხილოთ ასეთად, რომ მხოლოდ ტრამპის საკრიტიკოდ არის ეს სტატია გამოქვეყნებული, არამედ ის მეტნაკლებად აღწერს იმ რეალობას, რა რეალობაშიც აღმოჩნდა შეერთებული შტატები, კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში ირანთან კონფლიქტის შემდგომ. სტატიის ძირითადი ლეიტმოტივი არის ის, რასაც აქამდე ბევრი იძახდა და მათ შორის მეც დიდი ვეზირის გასულ ეპიზოდებში, რომ ირანთან კონფლიქტი წარმოადგენს სისტემურ დაპირისპირებას, რომელიც შემდგომში განსაზღვრავდა საერთაშორისო სისტემის ახალ ტენდენციებს და გარკვეულწილად ტრანსფორმაციასაც. და ამის თვალსაჩინოებისთვის რობერტ კაგანი იძახის იმას, რომ მაგალითად შეერთებულმა შტატებმა პერლ-ჰარბორში მიიღო საკმაოდ დიდი სამხედრო პრესტიჟული დარტყმა, თუმცა ამის შემოbrunება მან შეძლო და მიაღწია წარმატებას. მაგალითად, იგივეს ამბობს ვიეტნამის ომთან მიმართებაში, რომ კი ვიეტნამში პოლიტიკური მიზნები ვერ მიიღწა და სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატები დამარცხდა ამ ომში, თუმცა ეს არ ყოფილა სისტემური დაპირისპირება და ამით შეერთებული შტატების ჰეგემონიას და გლობალურ დომინაციას საფრთხე არ შექმნია. იგივეს აღნიშნავს ერახთან ომის მიმართებაში, ანუ ეს კონფლიქტები არ წარმოადგენდნენ სისტემურ კონფლიქტებს, რომლებიც შემდგომში განსაზღვრავდა შეერთებული შტატების რაობას საერთაშორისო სისტემაში. თუმცა ამბობს, რომ ირანთან კონფლიქტი არის ზუსტად ასეთი, სადაც შეერთებულ შტატებზე მიყენებული ზიანის გამოსწორება, შემოbrunება, საკუთარი ძალის პროექციის შესაძლებლობების აღდგენა შეერთებულ შტატებს აღარ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ის სტატუს-კვო, რაც არსებობდა ამ კონფლიქტამდე, იმის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მაგალითად ირანი შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოდ შეინარჩუნებს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, სამუდამოდ ექნება სპარსეთის ყურის მონარქიებზე უსაფრთხოების წნეხის განხორციელების შესაძლებლობა, რომ ამით საერთაშორისო სისტემაში კიდევ უფრო დაწინაურდნენ რუსული და ჩინური ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, რომ მათი როლი უფრო მეტად გამოიკვეთა და პირიქით შემცირდა შეერთებული შტატების კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში. მოკლედ, ასე ვთქვათ, ზოგადი შეფასებით კაგანი აღწერს იმას, რომ თუ ეს კონფლიქტი ასე დასრულდა, შეერთებული შტატები განიცდის სისტემურ მარცხს, რომელიც არის იშვიათი გამონაკლისი პოსტ-მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გარდა ამ მომენტებისა, ის ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ამ კონფლიქტის ამგვარი მოცემულობით დასრულების შემთხვევაში ისრაელი უფრო და უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდება და მის უსაფრთხოებას შემდგომში უფრო მეტი გამოწვევა შეექმნება და რეალურად ის დარჩება რეგიონში მარტო. ასევე შეერთებული შტატების მოკავშირეებს მსოფლიო მასშტაბით შეექმნა ენერგო სტაბილურობის გამოწვევები, რაც ასევე შეერთებული შტატების მოკავშირეობის ღირებულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აი ამ საკითხის გაგრძელებაა ის, რომ ამ კონფლიქტის ასე დასრულება გამოიწვევს იმას, რომ როგორც ევროპაში, ასევე აღმოსავლეთ აზიაში შეერთებული შტატების მოკავშირეები დაიწყებენ გადააზრებას შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობის და ახალი უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბებაზე ფიქრს. სტატიის დასასრულისკენ ის სახავს იმ სცენარს, რომლითაც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა შემოატრიალოს სიტუაცია და ის ამბობს, რომ თუ შეერთებულ შტატებს სურს ამ ომში გამარჯვება, მან უნდა დაიწყოს სახმელეთო მასობრივი ოპერაცია,
მას უნდა ჰქონდეს დანაკარგის გაღების ნებელობა და შესაძლებლობა, თუნდაც როგორც ადამიანური რესურსების, ასევე სამხედრო რესურსების, ის აღნიშნავს, რომ თუნდაც გემების გაწირვაც იქნება შესაძლებელი, უნდა იყოს შესაძლებელი თურქიის შეერთებული შტატების სურს გამარჯვების მიღწევა, თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ მსგავსი სურათი, მსგავსი პერსპექტივა დღევანდელ შეერთებულ შტატებს არხიბლავს და ამ პოტენციალის გაღების შესაძლებლობა ამ შემთხვევაში ვაშინგტონს არ გააჩნია. რობერტ კაგანის სტატიის გარდა გასულ კვირას გამოქვეყნდა რამდენიმე საინტერესო სტატია ამერიკულ მედიაში, მათ შორის იყო New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით ირანმა შეინარჩუნა მისი სარაკეტო რესურსების უდიდესი ნაწილი. ამ სტატიის მიხედვით ირანში ჰორმუზის სპარსეთის ყურის სანაპიროზე განლაგებული ირანული 33 სარაკეტო ობიექტიდან მხოლოდ 3 არის დაზიანებული ისე, რომლის გამოყენება ირანს არ შეუძლია, ხოლო 30 არის ჯერ კიდევ ფუნქციონირებადი. ასევე ამ სტატიის მიხედვით ირანმა შეინარჩუნა გადასატანი მოძრავი რაკეტების გამშვებების 70%-ზე მეტი და ასევე შეინარჩუნა ომამდელი ბალისტიკური რაკეტების რეზერვის 70%-ზე მეტი. ასევე სხვა შეიარაღების 90% კვლავ ხელშეუხებელია და ეს რესურსი კვლავ რჩება ირანს. ამიტომ ის რიტორიკა, რომელიც თეთრ სახლში, როგორც დონალდ ტრამპს, ასევე თავდაცვის ომის მდივანს პიტ ჰეგსეტს გააჩნდა ამ კვირების განმავლობაში, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია და მას აღარ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ამ სტატიის მიხედვით სიმართლეს არ შეესაბამება. New York Times-ის სტატიის გარდა ირანთან ომის ამ ეპიზოდის შედეგებს სიუჟეტი მიუძღვა თავად CNN-მაც. ამ სიუჟეტის მიხედვით ირანმა ამ ომის განმავლობაში თავდასხმა განახორციელა ახლო აღმოსავლეთში მდებარე 16 ამერიკულ ბაზაზე, რომელთა უმრავლესობაც დღეს ფუნქციონირებადი აღარ არის და არის კითხვის ნიშნები, რამდენად შეიძლება მომავალში შეერთებულ შტატებს გამოიყენოს, აღადგინოს ეს ბაზები. ამ სიუჟეტში ნახსენებია ის, რომ ყველაზე ესეთი ტკივნეული დარტყმები განხორციელდა შეერთებული შტატების თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე, სარადარო სისტემებზე და ასევე საჰაერო ავია რადარებზე. ის ინფორმაცია იყო კონცენტრირებული, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ ხედავდით ომის მსვლელობისას. შეიძლება აი ეს მონაკვეთი ჩვენ ერთად ნახოთ. So what impact have Iran's strikes had on America's footprint in the Middle East? A CNN investigation found evidence of unprecedented destruction. We can reveal that strikes damaged at least 16 U.S. installations across 8 countries. According to our analysis and sourcing, that's the majority of American military positions in the region, and some of them are virtually unusable now. A U.S. source familiar with the situation told us that they'd never seen anything like this at American bases, that these were rapid, targeted strikes using advanced technology. Iran's main targets? Multi-million-dollar aircraft, like this Boeing E-3 Sentry, which gave the U.S. a huge amount of visibility over the Gulf. It's out of production, and in today's money, it's worth nearly $500 million. Critical communications equipment. Look at these giant golf balls. They're known as radomes, and they protect satellite dishes vital for data transmission. In this base alone, Iran destroyed all but one of the radomes less than a month into the war. And crucially, radar systems. Highly sophisticated, expensive, difficult to replace, and critical to air defense. A second U.S. source, this one a congressional aide familiar with damage assessments, described these as the most cost-effective of the targets. Our radar systems, they said, are our most expensive and our most limited resource in the region. ასევე CNN-ის მეორე სტატიის მიხედვით ზარალი, რაც შეერთებულ შტატებმა ამ ომის შედეგად მიიღო დაახლოებით უთანავდება $50 მილიარდ. ომის მსვლელობისას თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კონგრესს მოთხოვა დამატებით $25 მილიარდი გამოყოფა ომის საწარმოებლად, თუმცა ამ 25 მილიარდში არ არის მოაზრებული ამ ზარალის აღდგენის ხარჯები. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მომავალ წლისთვის მოთხოვნილი თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც $1.4 მილიარდ შეადგენს, არც ამ ბიუჯეტში შედის აი ამ ზარალის აღდგენის ხარჯები. რაც შეეხება თავად ომის მდგომარეობას, ამჟამინდელ სიტუაციას, მოგიხსენებათ სამხედრო თავდასხმები ისრაელს
ირანს და შეერთებულ შტატებს შორის დროებით შეწყვეტილია, თუმცა არსებობს საზღვაო ბლოკადა ჰორმუზის სრუტეზე, როგორც ირანის მხრიდან, ასევე შეერთებული შტატების მხრიდან. თვითონ მოლაპარაკებების პროცესიც ჯერჯერობით შეჩერებულია, თუმცა ბოლო ეპიზოდი არის ის, რომ ირანმა აიათოლა მოჯთაფ ალი ხამენეის დავალებით საკუთარი მოთხოვნების სიაში ამცირა და 5 ძირითადი მოთხოვნა წარუდგინა შეერთებულ შტატებს, რაზე თანხმობის შედეგად ის განიხილავს შემდგომში მოლაპარაკებების გაგრძელებას შეერთებულ შტატებთან და ამ ომის დასრულებას. რა მოთხოვნებია ეს მოთხოვნებიც ცნობილია, რაც აქამდე ჟღერდებოდა. პირველი ის არის, რომ მშვიდობა, ომის დასრულება უნდა შეეხოს ყველას და ის უნდა იყოს უნივერსალური რეგიონისთვის. კონკრეტულად ომი უნდა შეჩერდეს ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის მხრიდან და ასევე ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ. მეორე, ირანს უნდა მოეხსნას ეკონომიკური სანქციები შეერთებულ შტატების მხრიდან, რომელიც დაწესებულია უკვე რამდენიმე ათწლეულია, 4 ათწლეულზე მეტია. მესამე, უნდა გაყინული ფულადი რეზერვები შეერთებულ შტატების მხრიდან, რაც გააჩნდა ირანს, უნდა დაუბრუნდეს ირანს, ესეც რამდენიმე მილიარდ დოლარზეა საუბარი. ასევე შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაუხადოს რეპარაციები და ომისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს ირანს და მეხუთე, შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს ის, რომ ჰორმუზის სრუტეზე სუვერენული უფლება გააჩნია ირანს. მოგეხსენებათ, ეს 5 მოთხოვნა საკმაოდ კრიტიკულია შეერთებულ შტატებისთვის. ეს პრაქტიკულად თუნდაც რომელიმეზე დათანხმდა შეერთებული შტატები, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებმა აღიარა ამ კონფლიქტში საკუთარი პოლიტიკური მარცხი. თავად რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოების ახალ სისტემებს, საკმაოდ საინტერესო პროცესია დაწყებული სპარსეთის ყურის მონარქიებში. მოგეხსენებათ 2025 წლის ბოლოს პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა თავდაცვითი შეთანხმება, თავდაცვითი პაქტი, რომლის მიხედვითაც პაკისტანი დაიცავს საუდის არაბეთის უსაფრთხოებას, მათ შორის ბირთვული იარაღითაც, თუ საუდის არაბეთის დაემუქრა ეგზისტენციალური საფრთხე, აქ ძირითადად ასე ვთქვათ როლები გაინაწილეს ამ ორმა ქვეყანამ, რომ საუდები გაიღებდნენ როგორც საკუთარ ფინანსებს, ასევე ენერგორესურსებს, ხოლო სანაცვლოდ პაკისტანი გაიღებს საკუთარ თავდაცვით შეიარაღებას, თავდაცვით სისტემებს. ასევე მე მოგვიანებით გავრცელდა, რომ ამ დუეტს შეიძლება შეერთებოდა თურქეთი, თუმცა საბოლოოდ არ დადასტურდა, მაგრამ ბოლო დღეებია ამ სამი ქვეყნის ლიდერს ასევე შეემატა მეოთხე ქვეყანაც ყატარიც, რომელიც ასევე თურქეთის პარტნიორი სპარსეთის ყურის მონარქიაა და საუბარი მიდის, რომ ამ 4 ქვეყანას შორის შედგეს კოლექტიური უსაფრთხოების თავდაცვითი პაქტი. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ იქნება მიმართული მაგალითად ირანის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ მომენტი, როდესაც ნებისმიერ უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც შეიძლება შეიქმნას სპარსეთის ყურეში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში და ის იქნება მიმართული ირანული საფრთხის წინაშე, ეს უსაფრთხოების სისტემა რეალურად კარგავს აზრს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგამ ვერ უზრუნველყო იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომელსაც ის იცავდა, მაშინ არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია უზრუნველყოს ამ სპარსეთის ყურის მონარქიების უსაფრთხოება. ამ მოცემულობიდან გამომდინარეა, რომ ასევე გავრცელდა ინფორმაცია კონკრეტულად Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ საუდის არაბეთში უკვე მუშავდება ის აზრი და ის საგარეო პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ერიადმა გააფორმოს თავდაუსხმელობის პაქტი ირანთან. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს პაქტი ვერ გაფორმდება, თუ კი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შენარჩუნდება ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა ან ნებისმიერ ტიპის სადაზვერვო უსაფრთხოების პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და ერიად შორის. ალბათ თავარი ბაზისი ამ შეთანხმების, პოტენციური შეთანხმების შეიძლება ეს იყოს და საუდის არაბეთი განიხილავს დაახლოებით ჰელსინკის პროცესის მსგავს ჩარჩოს ირანთან ურთიერთობაში რეგიონულ თანამშრომლობაში. ზემოთ ნახსენები რეგიონული პოლიტიკური თუ უსაფრთხოების პროცესები მიანიშნებს და ამართლებს იმ თეზისს, რომელიც გამოთქმული ქონდა რობერტ კაგანს თავის სტატიაში, რომ შეერთებული შტატები იმ ზიანს ვერ აინაზაურებს და ვერ შემოაბრუნებს პროცესს, თუ კი მან განიცადა მარცხი ირანთან კონფლიქტში. ვიეტნამის ომის შემდგომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში არსებობდა ვიეტნამის სინდრომი, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ერიდებოდა მსხვილ სამხედრო ინტერვენციებს, კამპანიებს და თავს არიდებდა როგორც ადამიანური რესურსების
დანაკარგს, ასევე სამხედრო დანაკარგს. ეს სინდრომი მეტნაკლებად გადაილახა სპარსეთის ყურის პირველ ომში 90-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ მოყვა მას სხვადასხვა ომები, იგივე ავღანეთში და ერაყში. თუმცა ირანთან ეს კონფლიქტი შეიძლება გახდეს ახალი, ასე ვთქვათ, ირანის სინდრომის ჩამოყალიბების ბაზისი, რომლის მიხედვითაც მომავალში შეერთებული შტატები თავს აარიდებს ისეთ ქვეყნებთან კონფრონტაციაში შესვლას, თუნდაც პროქსების საშუალებით, რომელთა დაპირისპირება წარმოადგენს სისტემურ კონფლიქტს. ამ მოცემულობით შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ წინააღმდეგობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთის შესაკავებლად შეიძლება აღარ იყოს ისეთი სახით, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა აი ამ პროქსების მეშვეობით, იქნებოდა ეს განიხილებოდა ტაივანი, თუნდაც ფილიპინები ან სამხრეთ კორეა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ვახსენე, თავად შეერთებული შტატების ამ მოკავშირე ქვეყნებში დაიწყო გარკვეულწილად საკუთარი უსაფრთხოების სისტემების რევიზიაზე დისკუსია. ამიტომ თვითონ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ კუთხით არის ტაივანი, რომელიც სავარაუდოდ მომავალში შეეცდება, რომ არ გახდეს ფრონტის ველი ორ დიდ მოთამაშეს შორის, საიდანაც, ასე ვთქვათ, სარგებელს რეალურად ტაივანი ვერ მიიღებს. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.